მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი სავარჯიშო კომპლექსი ორიენტირებული იქნება მხრებზე, ზურგზე, განსაკუთრებით გამოადგებათ მათ, ვინც მოხრილია მხრებში და დისკომფორტს უქმნის ეს ყველაფერი, ცოტა მაინც მოგეშველებათ იმაში, რომ რეგულარულად მსგავსი კომპლექსების შესრულებას გქონდეს შედეგი და უფრო მეტად ვიზუალურადაც თვალში საცემი იყოს ცვლილება. მანამდე არ დაგავიწყდეთ აუცილებლად ჩემი არხის გამოწერა, იმიტომ რომ აქ შეხვდებით ძალიან ბევრ საინტერესო სავარჯიშო კომპლექსს. მოდი დავიწყოთ, დაგჭირდება ვარჯიშისთვის ელასტიური ლენტი. მე ამ შემთხვევაში გამოვიყენებ პარალონის შემკვრელს, თქვენ შეგიძლიათ გამოვიყენოთ ნებისმიერი სახის ელასტიური ლენტი. დაახლოებით აი ამ სიგრძის უნდა იყოს, მეტი არ დაგჭირდებათ, მთავარია რომ რაღაც ეტაპზე მაინც აი ესე იწელებოდეს. მოკლედ, რამდენიმე ვარჯიშს შევასრულებთ, არ იქნება რთული და ყველა საფეხურის მოვარჯიშეს ძალიან გამოადგება. დავიწყოთ. აი ესე, გვერდულად დავჯდები მე, რომ უფრო ვიზუალურად მარტივი აღსაქმელი იყოს თქვენთვის. აუცილებლად ასე დაჯდომის დროს ქუსლები უნდა იყოს საჯდომის ქვემოთ, ანუ შევარდნილი არ უნდა იყოს, ფეხის წვერი უნდა იყურებოდეს წინ. თუ ასეთი პოზიციონირება დისკომფორტს გიქმნით, მაშინ აქ დაიდეთ დახვეული პირსახოცი, ბალიქში პატარა ზომის, ან კუბი, რომ შემაღლება შექმნათ და ტერფები არ გეტკინოთ. თუ არ გიქმნით დისკომფორტს, ჩვეულებრივად აგრძელებთ ვარჯიშს. მოკლედ, აი ესეთი სიგრძის უნდა იყოს ჩვენი ლენტი. გადავიტანოთ თავს უკან. დავაბრუნებ. 1 2 ხედავთ, რომ განზე მაქვს ხელები, მოკიდებული მაქსიმალურად არ არის აეხზე, იწელება. 3 4 ბეჭები ტრიალდება შიგნით, გადასვლისას ერთმანეთს ეკრობა და ხელებს რომ ვაბრუნებთ, მაშინ უკვე ბრუნდება საწყის პოზიციაში. 7 და 8 დავტოვოთ. შემდეგი მოძრაობისთვის პოზიციონირება იგივენაირია, ანუ განზე გვაქვს ხელები, გადა გვაქვს უკან. 1 2 3 4 დააკვირდით უკნიდანაც. 5 6 7 და 8 შემოვბრუნდეთ. ასე დარჩეს ხელი 1 ზემოთ, მეორე ქვემოთ. გადავდივართ წინ, ბრუნდებთ. თავარია გადავიდეთ სწორი წელით. 2 3 4 5 6 7 და 8 ამოვაბრუნოთ, დავაფერთოთ ხელები, შევასვენოთ. მეორე მხარესაც იგივე, უკვე მეორე მხრიდან გაჩვენებთ. 1 2 3 4 5 6 7 და 8 დავტოვოთ ხელი უკან, გადავიდეთ წინ. 2 3 4 5 6 7 და 8 ამოვიტანოთ ხელი, გადავატრიალოთ უკან, და დავაბრუნოთ. ნახეთ, გადაგვაქვს ბოლომდე. ვაბრუნებთ. 1 2 3 და 4 5 6 7 და 8 გადავიტანოთ უკან, შემოვატაროთ აი ასე. ნახეთ, შემოტარებული გვაქვს ხელის გულების შიგნით.
და ასე გადავიდეთ ახლა. 2 3 4 5 6 7 და 8. გავათავისუფლოთ ხელები, ავიტანოთ ზემოთ და ოდნავ პატარა პულსები გავაკეთოთ. უნდა გაიშალოს მაქსიმალურად თქვენი რეზინა და ისე მოეშვას აი ესეთი ჩაღრმავება, რომ დარჩეს. ამას უკვე წინიდან გაჩვენებ. 1 2 3 4 თითქოს სამბარასავით მოძრაობს ხელები. 7 და 8. კვლავ გადმოვიტანოთ უკან, მოვიხაროთ მხრებში, გადმოვიტანოთ წინ, გავსწორთ. გადავიტანოთ, მოვიხაროთ, ისევ წინ, გავსწორთ. უკან, მოვიხაროთ, წინ, გავსწორთ. 1 2 3 4 5 6 7 და 8. გადავდოთ ლენტით ცოტა ხნით. ხელები აი ესე შევატყუპოთ, ისე რომ ჩარჩოსავით გამოგივიდეთ. აიტანეთ თავს უკან და ცოტა ხანი ასეთ პოზიციონირებაში გავჩერდეთ. ახლა ნიკაპი არის ზემოთ. არ ვაწვევით ხელებით არაფერს. მხრებში ვართ გადაშლილი, წელი გვაქვს სწორად. არ არის ესე გამოვარდნილი წელი. აი ნახეთ, დაკვირდით. სწორად არის. 1 2 3 4 5 6 7 და 8. მოვადუნოთ, ხელები წინ. 1 გავსწორთ. 2 გავსწორთ. მიხრებით ოდნავ უკან, ოღონდ სწორი წელი. 3 4 არ მოიქნიოთ წელი. 5 მუხლებს არ იღებთ იატაკიდან. 7 და 8. ავიტანოთ ხელები ზემოთ. 1 მოვხაროთ აი ესე ჩავატრიალოთ. თავი ტეფა მიყუდებულია თითქოს ხელზე. სასიამოვნო უნდა იყოს ეს მოძრაობა სტატიკური. არაფერი განსაკუთრებით არ გვტკივა, დისკომფორტს არ გვიქმნის. პირიქით ძალიან სასიამოვნო უნდა იყოს ჩვენთვის. მეორე მხარე. 1 2 3 4 5 6 7 და 8. მოვადუნოთ ხელები. შემოვრუნდეთ ასე. უბრალოდ შემოვრუნდები. შემოვიტანოთ ხელები. შემოვხვიოთ ჩვენს თავს. ამდენი ხანი ვიყავთ გასწორებულ მდგომარეობაში, წელი გქონდა მაქსიმალურად სწორად, ამიტომ ახლა აი ესე თითქოს ჩახუტებით, თითქოს რამეს ვეხუტებითო, ვაბალანსებთ ოდნავ მოხრილი ზურგით. 1 2 3 და 4. გავსწორდეთ ახლა სწორად გვაქვს წელი. 1 2 3 და 4. კვლავ მოიხარეთ. 1 2 3 4 სწორდით. 1 2 3 და 4. ჩამოვშვათ ხელები. ჩვენთვის მოსახერხებელ პოზიციონირებაში. ესე. გავსხდეთ. გნებავთ თურქულად, გნებავთ ასე. აქედან დაახლოებით იგივე მოძრაობაა, რაც წეღან იყო, ოღონდ ხელები შემოხვეული არ გვაქვს, მუხლებზე გვიდევს. გავიდეთ უკან მაქსიმალურად. ამოვიდეთ წინ, კერდი იყურება წინ. 1 2 3 და 4. 5 6
7 და 8. 1 ამ დროს ჩასუნთქვა, 2 3 4 5 6 7 და 8. ამით დღევანდელი ჩვენი საორჯიშო კომპლექსი დასრულებულია. იყო ძალიან მოკლე, ძალიან მარტივი. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ და არ დაგავიწყდეთ ჩემი გვერდის გამოწერა, ასევე დაგროვებთ კომენტარებში თქვენი უკავშირისთვის. მადლობა და დროებით.